როდის გაიმართება ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ეს დიდწილად ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ამომრჩეველთა აქტიურობაზეა დამოკიდებული. ნაციონალური მოძრაობა ყრილობის ორგანიზებისთვის ფინანსურ დახმარებას სწორედ მხარდამჭერებს თხოვს და სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერსაც აზიარებს. დაანონსებულია პარტიის მართვის ძირეული რეფორმა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდამჭერთა აქტიური მონაწილეობა. ასარჩევია ახალი თავმჯდომარეც, რაც შიდა პარტიული დაპირისპირების თემად უკვე იქცა. გაურკვეველია ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხიც. მუდმივი ურთიერთბრალდებების ფონზე სავარაუდოდ ყრილობის შემდეგ გაირკვევა დატოვებს თუ არა ალიანსს მიხეილ სააკაშვილის პარტია. ვინ რა სტრატეგიით აპირებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას და როგორ აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ ვითარებას. თათია ტაბეშაძე გიამბობთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ რიცხავდნენ და დღესაც ნაციონალურ მოძრაობაში რიცხავენ 5 ლარს, 10 ლარს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია დონაციას ითხოვს. მიმართვის ადრესატები პარტიის წევრები და რიგითი მხარდამჭერები არიან. შემოწირულობისთვის სპეციალური საბანკო ანგარიში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის Facebook გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. თანდართულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მათ დაანონსებული ცვლილებების განსახორციელებლად სჭირდებათ. რეფორმებისთვის, რომელმაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სიტყვის თქმის უფლება პარტიის წევრებსაც უნდა მისცეს. უზრუნველყოს ფინანსური დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა და არჩევინოს ყველასთვის მისაღები თავმჯდომარე. ირკვევა, რომ ამისთვის წინ 6 თვიანი პროცესია. სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში პოლიცაბჭო ყრილობის თარიღს განსაზღვრავს, რა დროსაც მმართველობითი ორგანო აირჩევა და ის პარტიას არჩევნებისთვის მოამზადებს. თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ პარტიაში დღეს უკვე აღარავინ საუბრობს. ეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც 1 თვის წინ ნაციონალური მოძრაობის უცვლელმა და ერთადერთმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. თუმცა, როგორც ჩანს, ჟორჟოლიანის შესახებ პოზიციები გუნდში არაერთგვაროვანი იყო. მოგვიანებით მას რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობა ანდეს, რომელიც პარტიის მიღმა იმუშავებს. პარტიის გარეთ ასევე იქნება რეფორმების საბჭო, რომლის მთავარი მიზანიც ასევე კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის განახლებაზე კონკრეტული კონცეფციის მომზადება იქნება და ჩვენს მთელს ამ პროცესში 6 თვიანში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ ეს ხედვები შევაჯეროთ. 6 თვის თავზე უკვე ჩატარდეს არჩევნები, რომელიც აირჩევს პასუხისმგებელ ადამიანს იმაზე, როგორ უნდა ჩატარდეს ეს რეფორმები. შემოგვაქვს დამატებითი მექანიზმი, რაც გულისხმობს პარტიის წევრების უშუალო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იქნება ეს სადღაც შესვლა რომელიმე გაერთიანებაში ან არ შესვლა. პარტიის რიგითი წევრების როლის გაძლიერების საჭიროება ნაციონალურ მოძრაობაში მას შემდეგ დაინახეს, რაც ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობისთვის რთული აღმოჩნდა 9 წევრიან ალიანსში ყოფნა, სადაც როგორც საბოლოოდ გაირკვა, მათ აზრს არავინ ითვალისწინებდა. ეს მაშინ, როდესაც გაერთიანების უმრავლესობა ერთ დროს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის სახეს წარმოადგენდა. გაზაფხულზე შექმნილი ალიანსი ფორმალურად დღემდე არსებობს და თუ არ ჩავთვლით 26 მაისს გამართულ შეკრებას, სადაც კონკრეტული გეგმა მხარდამჭერებისთვის არ შეუთავაზებიათ, სხვა აქტივობა ალიანსს არ ქონია და მას შემდეგ ახალიც არაფერი ისმის. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი, რომლის პარტია ოპოზიციური ერთობის წევრად, სიტყვიერად დღემდე რჩება მოკავშირეებს მოსყიდულებს უწოდებდა. იგივე ბრალდება აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ და არ სჯერა მისი ფინანსური კრიზისი გიორგი გახარიას გუნდს. მე არ ვფიქრობ, რომ მათ ეს პრობლემა შეექმნათ, იმიტომ რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი რამენაირად ამ პულს ნაციონალურ მოძრაობას მიაწოდებს. რატომ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში ყოფილი სახელისუფლებო პარტია, ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის ქართული ოცნება. მმართველი გუნდის სიტყვებით, რადიკალური ოპოზიცია გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტით იკვებებოდა, მას შემდეგ კი რაც ქვეყნის გარედან მესამე სექტორის სახელზე პოლიტიკური მიზნებისთვის თანხები ვეღარ შემოედინება. ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა ოპოზიციაც. კიდევ ერთ მიზეზს კი სახელისუფლებო პარტია ოპონენტების მიერ გამოცხადებულ პოლიტიკურ ბოიკოტს და საპარლამენტო მანდატების არ გამოყენებას უკავშირებს. საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება იყო უზარმაზარი შეცდომა, მათ შორის ტრიბუნის დაკარგვა პარლამენტში და დაფინანსების დაკარგვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებაც იყო უზარმაზარი შეცდომა, იმიტომ რომ ადგილობრივი ორგანიზაციების მოშლას განაპირობებს ეს, იმიტომ რომ ისინი რეალურად ადგილობრივი პოლიტიკაში არ მონაწილეობენ და რა თქმა უნდა ეს თავის შედეგს მოიტანდა, მათ შორის ფინანსური მხრიდანაც. დაფინანსებას დაკარგეს, პოლიტიკური გავლენაც დაკარგეს და ყველაფერი. ახლა ძალიან აღშფოთებულები არიან და ერთმანეთს აბრალებენ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა. აგენტურას და მდიდარ NGO-ებს საგრძნობლად შემოწირდათ, როდესაც ბატონმა ტრამპმა ბეჭედი დაუსვა იმას, რაზეც ქართული ოცნება ვსაუბრობდი და ვამტკიცებდით და პირდაპირ გამოაცხადა NEDI და USAID კრიმინალურ ორგანიზაციებად. შესაბამისად, მაგ დროს უკვე ხომ დაფინანსების მინიმუმ ნახევარი შეუშერდათ აგენტურას და მთლიანად ეს დაფინანსება დააწვა უკვე ბრიუსელს, რომელიც ესე ბძვის გამჭვირვალობას სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფული უჭირთ, ეს ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ველი უნდა მოსუფთავდეს ესეთი აგენტურული აქტორებისგან. უკვე წლებია ქართული ოცნება ოპონენტებს გარე დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. მათივე შეფასებით ოპოზიციის მიერ გამართული აქციებიც უცხო ძალების დაკვეთა და ხელისუფლებაში ეგრეთ წოდებული აგენტურის მოყვანა იყო. თუმცა მათივე განცხადებით ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ უცხო ქვეყნების დაკვეთის შესრულებას საქართველოში მხარდაჭერა არ ექნება.